გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით, როგორ ხართ შემოკარგებო? აბა, ხო, კარგად ხართ ყველა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ძალიან პოზიტიურად ხართ და მოკლედ დღეს ვაკეთებთ ფლავს. ამისათვის დაგვჭირდება მოხარშული ქათმის ფილე, რომელიც უკვე მოვხარშე. მოხარშული ბრინჯი, რომელიც უკვე მოვხარშე და ქვაფშია. ორი ცალი ცოტა დიდი თავი ხახვი, რომელიც უკვე დავკუწე. ეხლა უნდა ოდნავ შევაფერიანოთ, სულ ოდნავ და დაბალ ცეცხლზე დავადგი. ორი ცალი სტაფილო, რომელიც უნდა გავხეხოთ. აბა შევხედოთ ცოტა, აქ ძალიან დიდზე მინდა. აქ ძალიან პატარაზე არის ეს პატარა. სანამ ხახვი იბრადება, სტაფილო. არა. ბატონო. რა შეგაკეთო? კლავი. კლავი? ხო. ბრინჯი, სტაფილო და ქათამიროა. ჩავხეხოთ ახლა სტაფილო კარგად და მე ესეც ხავთან ერთად შევაფერიანოთ ტაფაზე. მოხდეთ სტაფილო ცოტა. დმემუნე. კონტე ხა ძალიან არა. არა, ვერ გახეხავ. გახეხავ? მიდი აბა ხა. არ გატეხო, უფრო ძნელი იქნება. ეგრე არა, თითი გეტინება. აი ეს დაიჭირე, აი ასე უნდა დაიჭირე. მოდი აქეთ მოდი. ჩემთან მოდი. დეჭუჭყიანია. მოვეცი. აი ესე. დეჭუჭყიანია. არა, დეჭუჭყიანი და გავუეცი. თუ ესე უნდა იყოს. ჩემ გაგვეხმარება. მოიცა, ეხლა ცოტა ზემოთ დაიჭირე. ვინ უნდა გამოხვიდე მზარეული? არა? ფეხბურთელი. ძალიან კარგი. შევჭამე სტაფილო. მოიცა ცოტა დაგიტოვებ. ეხლა ფეხბურთის მაისურშია. ხელი დაიყვანე. პასტიანი როგორ ხდიანა. აი. ორი დავიბალე. დავიხმარა. თემუკამ. თემუკამ. ხო. ნახეთ. მოვურიოთ ამას, დაველოდოთ ოდნავ შეფერიანდება. შევურევ სტაფილოს. მანამდე მოვაწესრიგოთ. უნდა დავკუწოთ, ხელით თողოთ, უნდა დავშალოთ, უფრო სწორედ დავკუწოთ, კი არა, უნდა დავშალოთ. ქათმის ფილე. აიღეთ და ესე დაშალეთ. აი როგორც სალათისთვის რო შლით ხოლმე. ხელით პატარ-პატარა ნაწილაკებად. აი ესე სავარაუდოდ, აი ესე დაშალეთ. მე ესე ვაკეთებ. მანამდე ვხარშავ. და მე ვშლი. აი ესე მთლიანად უნდა დავშალოთ. და მე ოდნავ უნდა შევაფერიანოთ ესეც ტაფაზე. ჯერ მთლიანად დავშალოთ. აი უკვე ცოტა შეფერიანდა ჩვენი ხახვი. და ეხლა უნდა ჩავურიოთ, ესე ჩავამატოთ დახეხილი სტაფილო. თემუკა გვეხმარება, გინდა მოვურიო? კი. კაი, ერთი ხელი დაიჭირე. ერთი ხელით აი ეს მოკიდეთ, ხელი არ არის, ნუ გეშინია. მეორე ხელით მოვურიოთ, არ გადმოყარო, კარგი? თუ ვერ აკეთებ, მე გავაკეთებ მითხარი. არ გადმოყარო. მოდი გასწავლო როგორ უნდა ერთად, აი. ეს უნდა მოიგო. ეს ოღონდ ნელა რო არ გადმოიყაროს. აი.
ცოტა ხანი დავტოვოთ. ხრი კიდე მოვიდეთ. აი შეხედეთ რა კარგად შეფერიანდა. ნახეთ რა კარგი ფერი აქვს. ეხლა ეს უნდა გადმოვიღოთ. ეს მერე დაგვჭირდება, ეხლა ტაფა გვჭირდება იმისათვის, რომ აქ უნდა ოდნავ ასე ვთქვათ, სულ ცოტა შევბრაწოთ ქათმის ფილეს, სულ ცოტა. აი ქათმის ფილე. აი ესე. ავჩეჩეთ, დავჩეჩეთ. როგორ? აი აქ უნდა ეხლა ცოტა შევაფერიანოთ, მაქსიმუმ 5-7 წუთი დაგვჭირდება, მეტი არა. აი ესეთი ხორცის საკმაზი მაქვს მეგობრებო. ხორციანი კერძების საკმაზი და ძალიან გემრიელია, ასე რომ ამასაც ვასხავ. უბრალოდ ვაყრი. ასევე ცოტა შავი პირპილიც გაქვს. მომიაბა. ესეთი სპეციალური ფლავის საკმაზიც ჰქონია თეოს. ასე რომ ამასაც ცოტას ვაყრი. ბევრი აყარი, იმიტომ რომ უკვე დავაყარი ისედაც სხვა. ეხლა სულ ოდნავ შეფერიანდება და მე მოურევ და ეგ არის შეურევ ყველაფერს და გამოვიდა. ამას მეტი აღარ უნდა. აი ესე შეფერიანდა, შეხედეთ. ლამაზია ძალიან. ეხლა უნდა ჩავაბრუნოთ ეს ჩვენი შაქრის და კაფეურის მასა. და ასევე დაგვჭირდება მოხარშული, ამას აღარ უნდა უკვე ვჩიშავ. მოხარშული ბრინჯი. მოხარშე ძალიან ბევრი რა თქმა უნდა. ცოტა როდის მომიხარშია და საერთოდ ცოტას ვერ ვაკეთებ ვერასოდეს. ხელი შევიცვალ ერთი. მიკანკალებს ეს ხელი რატომღაც. აქედან ვიღებთ და ვუმატებთ. ესე. ამას მოურევთ მერე, მაინც ისეთი გემრიელი გამოდის. და ვიცი, თუ გნებავთ, დაითვალისწინეთ. ჩემი მეთოდი ფლავის და თქვენს ამნაირად მოამზადეთ. ხვალ დარჩენილი ბრინჯისგან მოვიხარშავ ან საღამოს ფაფას. ამას კიდე უნდა მარილი. ჯერჯერობით ესე შევურევ და ვნახოთ აბა რა გამოგვივა. მოვიდა მთავარი დეგუსტატორი, აბა ცოტა აიღე და on დაუბერე და ისე შეჭამე. აბა როგორია? გემრიელია, ძალიან კარგი. მომზადდა მეგობრებო ჩვენი სადილი, ასე რომ ახლა სადილისგან თავისუფალი ვარ ნამდვილად და თეონამ ცოტა ხანში უნდა მოგვიმზადოს ალადიკები. აი ამხელა დიდი ტაფა სავსე არის და ახლა დამშვიდებული გულით ახლა წავალ და სხვა საქმეებსაც გავაკეთებ. რა ვიცი, მოამზადეთ მეგობრებო, ნამდვილად ძალიან გემრიელი გამოდის, თან შეხედეთ ფერიც ნამდვილად ლამაზად გამოიყურება, ასე რომ ბავშვებს და მამაკაცებსაც ძალიან მოეწონებათ. მე ვფიქრობ, რომ რა ვიცი, მშვენიერი სადილია, თან როცა ბევრი ბავშვია, ბავშვებს ძალიან უყვართ ესეთი რაღაცეები. ასე რომ, რა ვიცი, მოამზადეთ და მერე დამიწერეთ კომენტარებში, როგორ მოგეწონებათ აბა ასეთი მეთოდით მომზადებული ფლავი. ალადიკები მეგობრებო, 2 კვერცხი. შაქარი? 2 სუფრის ყოლი. 2-3. მეტი? სუფრის ყოლი? ვისაკეთებ? არა, იმიტომ რომ ზოგი საერთოდ არ აკეთებ. როგორაა? ვერ დავინახე რამდენი დავაყარე. კარგად ჩაურიოთ.
მაწონი. როგორ მიყვარს თეო სალაჯიკები, პაჭაჭულები და ლამაზები. არ შეიფერო ძალიან. არის არა შენ კიდე. ვანილის ესენცია, რამდენიმე წვეთი. აი მე ამის სუნზე ვგიშდები. აი მე რა კარგი სუნი აქვს მეგობრებო. აი ეს რამდენიმე წვეთი აკეთებს სასწაულს. დარამ პარარარა პარარარა. სოდა როგორც კიდე იმიტომ მაწვი ხარ როგორც კიდე გენაცვალე ესეთი არკეთე დამეკარგა ამისი და მე ესაბუჩი მილენა და მილენას ჭილები ვაიმე დედა არა ჯერ არა არ გამოვიყენებ არა ვიცი როგორც არ გამოიყენებთ არა მეთქი დედა არა იმიტომ რომ მე გადაირევით დაჩაზე მოგინდება თამაში ჯერ მაგის სეზონი არ არის ტირი ტირირირი ტირი ტირირირი ტირი ტირირირი ტირი ტირირირი ისეთი გემრიელია ხოლმე ისეთი აი ეს რა კლამჩაზე ვიმე მიცის თელიათობია ხოთ მეგობრებო რაც შეიძლება უფრო მეტ აქტივობას კომენტარები, ლაიქები ძალიან ხოთ საჭიროა, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს რაღაც ბევრი მეუბნება, ალბათ ახალ ვიდეოებს აღარ ვდებო და როგორ არ ვდებ მეთქი, ვდებ. იმიტომ რომ როცა არ ლაიქებთ და არ კომენტარებთ, ახალი ვიდეოები აღარ ჩნდება რეკომენდაციებში. აუცილებლად დაგლაიქეთ და დამიკომენტარეთ. ბევრი გულები ყველას. რაო. როცა სოფლის რაღაცას ვიყიდით, არ მინდა. ის ბლასტერები მინდა დარჩეს. აი ეს ოთხკუთხედი დიდი ბლასტერი იყო და აი ბოთლის როგორი ბლასტერი რა არის? გაგოგებინე ჯერ ეგ. თოფი. წყლის ხო? წყლის თოფი. აი ესეთი გასახსნელი ქონდა და არა ესეთი ბალონი ბოლოში. დავით აი ესეთი ბალონი არა, ესეთი ჩასაკეტი. ბალონის მაგივრად. ხო, რა და მაგას ჩახამდი წყალს.
და მე უნდა იწავოთ წელი ზაფხული, ხო? 5 წელი ვიყიდოთ. მელანოს პინკი ვიყიდოთ. აბარა. ისი კიდე დიდები იყო, ოღონდ ბალონებით და აი ისინი 10 ლარი ღირდა. და ეგ რა ღირდა შე რა ქონდა? 24. რაო? 24-ო? აბა ხა გამრავლე 5-ზე ერთი მაინტერესებს. მე თო მიშე. არა, ის ერთი იყო ეგეთი. მე მინდა. ესე იგი შენ 24-იანი არა, გენაცვალი არა, ესე არ გამოვა. ყველას ერთნაირები. აი მოდი, აი აქ ძაფით რო დადიხარ ხელზე. სადმე საჭმაში ჩამივარდება და მე ვის როგორიც მეწონება ეგეთი, მე ეგეთი. აუცილებლად. არა, დე, ეგრე არ. დაძმობაში ესე არ მოსულა, ყველას ერთნაირები დე. ყველას ერთნაირები არ არის მაგდენი ერთნაირი. იქნება მე. არ იქნება. ყოველთვის არის და რაღა მაგ დროს არ იქნება. ერთნაირი 10 წელი? 10 არა, 5. მიხართ? ხო. მაგას იქ რაც უდევს მაღაზიაში, ერთი მაგდენი კიდე საწყობში ექნებათ, თუ მეტი არა. ყველაფერი კი არ გამოაქვთ. ასე რომ ნუ გეშინია. თუ არა და ვეტყვით შევუკვეთავთ და მოგვიტანს კიდე მას მაგნაირებს. ბევრს. მაინც გვეყოფა ის. არა, მოგშივდა. ესე იგი, ეს სათამაშოებიც არ დავალაგეწე. ესე იგი, ხო დავალაგე არა. როგორც კი ჭამას ვიწყებ, ან საკმარისია მოვიდე აქამდე. ეს მის ჩემი ხმა და ეგრევე იწყებს სტაბილოს ფერი აქვს პირიქურე. ფილოს ჭამდე და იმდაუხსნა. გიჟო. მიდი და დავუყარე. მოვიდრე როგორ მოვიხსნი ჩხილებს. აი ეს მომიხსნის. აჰა, ვაგიხსნის, მიდი დავუყარე. და ნუ უდებ რა პირში ვჩხილ. მეორე მხრიდან. სად არის გახსნილი? არა, ის აქედან არის. აბა ჩხილები თუ გამომივიდა მაგარი ვარ. აი ხო ხედავ არ გამოგდის ახლა აქედან აწიემაში. აი ახლა ასე ნაგავი თუ დამიყარე, მაშინ არ მინდა შენი დახმარება ესეთი. იუგური. აა, მიდი ჰა. გადმოუღე. ეს გადავაგდეს. მილე, მიალაგე ფიცოდე შენს მერე, ხო? ხო. ხო, არ დამიტოვა ნაგავი. მიდი. ქალბატონმა ჩხილები მიიწება. მოიდა. ხო. ზღვის გაჩაუნები. ნო, ზღვის გოჩსეუბნები. აგიზა. ორე. აბა ხროდან მაჩვენე შენი მჩხილები. წეგან რაღაც ვერ დავინახე. და რა დიზაინით აქვს, რა ჭყიალებით აქვს, ღმერთო ჩემო. მიდი კიდე დავუყარე დედა. მიდი. უკვე წამოვე. დავშებოწინდები ვინ დაყარა დივანზე. ილე. მოიტანე გო. თითოს თუ იღებ, როდის დაამთავრებ. და შეიძლება რომ ხიქო ესიანი. რომიც როგორც კი. აი აღარავის აღარ მოიტანე. მოიტანე პირველი. კაი, თუ ორი ცალი აგერ და გახეთქეთ ათო გინდა. მოიტანე. თუ გამოიცნი ფოკუსს. და ეს რამდენ საჭამს პროსტა. ეს არის რაღაცა გადარეული არსება, ეს გადარეული პატარა. ეგრევე ჩაყოთავი. ყოჩა. აი მე მეგობრებო. ესე იგი ზღვის გოჭი იყიდა თავისთვის, მაგრამ ვინ აჭმევს და ვინ უვლის? გალიას ვინ ასუფთავებს? საკვებს ვინ ყიდულობს? ვინ? რა თქმა უნდა მე. მოკლედ, ესე იგი უბრალოდ მინდოდა რომ ბავშვი მიჩვეულიყო ასე რაღაცნაირად პასუხისმგებლობას და მეგონა რომ ამდენი წელი ითხოვდა ძაღლს და რადგან ძაღლი ვერ უყიდეთ თვითონაც მაგას ამბობდა ძაღლი არ მიყიდეთო და ეს მაინც მიყიდეთო რადგან ძაღლი ვერ უყიდეთ მეთქი ეს ოცნება მაინც აუსრულოთ თქო რომ რაღაცა პატარა ესეთი სახში ცხოველი ყავდეს ავუსრულე და ჰა რა თქინდა უყურებს უვლის აჭმევს თუ რა 1000 ერთხელ თუ გაახსენდება ეხლა ვლაპარაკობდა იმიტომ გაახსენდა რომ ხალხმა არ თქვას რომ მართლა ისეთია რომ არაფერს არ უკეთებს
და აი ყანა ეხლა გახსნა. მილენა ის ჩხილი არ ჩაუდო პირში თორე მოგაკვნეც. არა. თან წებო აქვს მაგ ჩხილებს და არ მოიწამლოს ამ რაღაცა დედიკო რა. მოკლედ. აი ესე. მაგრამ სავარაუდოდ მარტო ჩემი შვილები არ არიან მასე. დარწმუნებული ვარ რომ სხვა ბავშვებიც ესე იქცევიან, როცა ლაპარაკობ რომ ისწავლოს ბავშვმა პასუხისმგებლობა. ეს მარტო პირველი 3 დღეა, იმის მერე როცა ბავშვები ყიდულობენ ამ ცხოველებს. მერე კი უკვე ავიწყდებათ. რა იყო კამილა? მერე კი უკვე არაფერი აღარ უნდათ. თითქოს და არც მაგათი იყო და არც მაგათი თხოვნით ნაყიდი არ იყო. აი ესეთი მესამე შვილი არ დავბადე, მაგრამ ფაქტიურად ჩემია. ეგრე ვცხოვრობთ, ხო, ეგრე ვცხოვრობ. შენი შვილი არა გინდო. შვილი არა, ფაქტიურად შვილია. შენი შვილი. დამღალეს. მაგრამ სხვა გზა. ესე იგი აი, გავიმზადე ჩემთვის, ხო? გავიმზადე ჩემთვის აი ესეთი გემრიელი ალადიკები. ეს დიდი. ხო, მაგრამ ჩემთვის დავიდე, მაგის თქმა მინდა. ალადიკები პატარები, ესეთი პატარა ბაი ალადიკები. ცოტა უფრო შებრაწულები სალომისთვის გავუკეთა, მაგრამ მე მოუპარე რამდენიმე ცალი, იმიტომ რომ ეგენი ძალიან გემრიელებია ხოლმე. და მე მიყვარს ან ზგუშონით, ან არაჟნით. ამ შემთხვევაში ზგუშონი უფრო მომინდა. ბავშვებო, იქ ნუტელაც დაგიდეთ და არაჟანიც დაგიდეთ, თუ მოგინდებათ. დასთან ერთადაც გინდათ ის გაიკეთეთ. რაო, მოგწონს. ესე რო იფხან. უფრო სწორედ გიფხანს. მოგწონს. ვაიმე. და უყურია მორკბილის. პირიც რო დააღო. შეხედეთ ამას შეხედეთ. ამურ პატალაკბი. ლილუ, იცი შენს ინტერნეტ ვარსკვლავი გახდი. ჩვენთან ერთად. ჩვენს YouTube-თან ერთად. ხოდე. ბავშვებმა იქ პროსტა რა გააკეთეს? ეხლა გაჩვენე. და შეიძლება ჩემი სახლი ვაჩვენო. აი რა გააკეთეს? და ხო არა უშავს რომ შენი ვარჯიში სისავი. უშავს. არა უშავს. იმიტომ რომ ჩემია და არ იკითხეთ დე. არა, მომისმინე? მოგცემე. არა, მაგაში არ არის საქმე. ვიცი. იკითხეთ? კი. მე რამდენჯერ გითხარი რომ რაც ჩემია, უნდა იკითხო და უფრო სწორედ მარტო ჩემი კი არა და საერთოდაც სხვის ნიფტი სანამ აიღე, უნდა იკითხო, შეიძლება აღება თუ არა. ხო და მოკლედ ამათ უფრო მეტი კოსმეტიკა აქვს ვიდრე მე. ხოთა შორის დასაცილოა, მაგრამ მართლა მასეა. ჩემი კოსმეტიკა მე მაქვს გამოსაცვლელი. რამდენიც მაქვს, ცოტა მაქვს, მაგრამ უკვე ძველები მაქვს სიმართლე რომ გითხრათ და აი ეს თვალის ჩრდილი გამოსაცვლელი მაქვს, რუმიანა გამოსაცვლელი მაქვს. კი ამ წინებზე სადღაც 4-5 თვის წინ ვიყიდე რუმიანა, მაგრამ ვიყიდე თემუზე და როგორც ჩანს, ეთყობა ძალიან მაინც ხარისხიანი არ იყო. და ლამის სულ შემეშინდა, შენი ფეხიც მეგონა ის მიიწვება. ძალიან ხარისხიანი არ იყო და დაიშალა. პატარა რგოლები იყო და რამდენიმე ძალიან დაიშალა, დაიმსხრა ესე ძალიან ესე ფერფლად იქცა ფაქტიურად. მოკლედ და მინდა ჩემთვის ვიყიდო სხვა კოსმეტიკა, საერთოდ განვაახლოს მთლიანი კოსმეტიკა. და კარგები ვიყიდო, მართლა ხარისხიანები მინდა რომ ვიყიდო, დიდხანს რომ მქონდეს, არ მალე არ გაფუჭდეს და ბავშვებმა რომ თავისი ხელები არ ჩაყვან იმ კოსმეტიკაში გასაგონად ვამბობ. არა, ძველი ბევრი გაქვთ ისედაც, ეს მოსაცემი არ შეიძლება, იმიტომ რომ ჩემი ნახმარია და დიდის ნახმარი ბავშვმა არ უნდა იხმაროს. საერთოდაც ერთი ადამიანის კოსმეტიკა სხვა ადამიანმა არ უნდა იხმაროს, მით უმეტესად. პომადები, ბლესკები და ასე შემდეგ. არ აქვს მნიშვნელობა დედა უცხო ხარ თუ არა, არ არის მიზანშეწონილი. თან მით უმეტესად როცა ვიკრასკები და სადმე მივდივარ, საკმარისია ერთი წამი ავდგე რაღაცაზე ან რა ვიცი რაღაცა ვიყონ რაღაცა ეგრევე მათი თითები ჩემს წენებშია ეგრევე და მე ეტყობა გამოკვეხილი ესე ფჩხილი თან რაღაცა ნუ მოკლედ ერთი პატარა ცვალის ჩრდილის პალეტკა ხელიდან დავარდა წინაზე კამილას ჩემი და თავსახური გაუტეხა ეხა თავსახური რო გაუტყდა არც იკეტება სულ ფუჭდება სულ ცვივა ნუ მოკლედ მაგარ დღეშია რა მაგარ დღეშია ამ წინებზე და ხელიდან რო დაგივარდა
მოკლედ, ეხა მოდით დავწყნარდეთ, დავმშვიდეთ და და დავლიათ ყველაფერი. საკუთარ თასვეობნები და გავსინჯოთ აი ეს გემრიელი. ბავშვებმა წამართვეს მთელი სკამები. და წესიერად ვერც ვიღებ და ვერც სინჯავ. აი ეს ამოვავლებ გემრიელად. შეიძლება მთელი დღე არ მოხდეს. ო, კაი, რა ვქნა ხო? ერთი სკამი მაქვს აღებული, ერთი სატოლთან და იმას არც იღებ. აუ, რა კარგია. ალადინი ძალიან მიყვარს, ბლინებიც მიყვარს, ვაფლებიც მიყვარს, მოკლედ გამომცხვარი რაღაცები ძალიან მიყვარს. კარგად ამოვავლოთ გუშონში. და ძალიან გემრიელია. მეგობრებო, ამაზე გემშვიდობებით, ბევრი ლაიქები, ბევრი კომენტარები, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. აბა თქვენ იცით წარმატებები ყველას და მიყვარხართ კიდევ და კიდევ გამოიწერეთ ჩვენი არხი და დროებით.